ძველახთქმაში ინცესტი იმიტომ არის დაშვებული, რომ ეს არის ცოდვის შედეგი. ეს არის ცოდვის შედეგი. და ცოდვა რას გულისხმობს? ცოდვა გულისხმობს რას? როცა ვარ არჩევნის წინაშე ორი ცუდიდან საუკეთესოს ვირჩევ. ანუ, როდესაც ადამი ეცემა, ის დადგა არჩევნის წინაშე. ან ცუდი, ან უარესი. როცა ადამი 64-დან გამოვარდა, იქ არჩევანი აღარ ქონდა ადამიანს, რომ 64 თუ ჯოჯოხეთი, არ ქონდა ეს არჩევანი. იქ ქონდა არჩევანი. ან კარგი, ან ცუდი, ან უარესი. ანუ, როდესაც გამოვარდა ადამი 64-დან, რა აქვს მას? ეყოლა შვილი, აბელი, კაინი და კაინანი ქალი, მაშინ ტყუპები ებადებოდათ. და უბრალოდ ქალი არ იწერებოდა ებრაულში, სხვა წყაროში შემოგრჩა ჩვენ რომ ქალიც დაებადა. და დაებადა კაინი და კაინანი, ხო, აბელი და აბელიანა. და რა უნდა ეკნათ? რა გააკეთეს და როგორც წერენ გადმოცემაში, დააწესეს ასე, რომ ერთი მუცლიდან დაბადებულები ერთმანეთთან არ დაქორწინებულიყვნენ. იმიტომ რომ ცოდვამ 64-ს საერთოდ მოწყვიტა ადამიანი და სხვა არჩევნების წინაშე დააყენა, ან ცუდი, ან უარესი. უარესი რა იყო? აღარ გამრავლებულიყვნენ, ჩახოცილიყვნენ. ცუდი რა იყო? რა გამრავლების საშუალებაც მისდ ისე გამრავლებულიყვნენ. და ხდება გამრავლება. მაგრამ მერე რა ხდება? ხდება ის, რომ სანამ სული წმინდა მოვა დედამიწაზე და დაბრუნდება 64-ისეული მადლი. მანამდე მართლებმა სისხლით უნდა შეინარჩუნონ მადლი. და მადლი არ არსებობს გარეთ, მადლი არსებობდა სისხლში მხოლოდ. აი გარედან არ არსებობდა რომ ვიღაცას მოეცა. ის არსებობდა მხოლოდ აი კუთვნილი სისხლის სახით. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გენეტიკურად ვისი შვილი იყავი. აბრაამაც გახსოვს დამოიყვანა. ოღონდ დედიცხვა იყო. რატო? ებრაულ ჯურში ტომიდან ტომში უნდა ყოფილიყო განვითარება. ანუ იუდეის ტომს არ შეძლო სხვა ტომთან აღრევა. ტომში უნდა განვითარებულიყვნენ. ესეც იმიტომ რომ მადლის წყაროები არ გაწყვეტილიყო. გარედან მადლი არ არსებობდა, როგორც სულთმოფენობაზე მოხდა. აი სულთმოფენობაში 64-ისეული მადლი დაბრუნდა და 64-ისეულმა მადლმა აკრძალა დაცემის შედეგები. მანამდე ეს არ იკრძალება, იმიტომ რომ პირიქით არის საქმე. თუ ისინი სხვა ტომზე დაქორწინდებოდნენ, შეირევდნენ სხვა სისხლს და დაკარგავდნენ მადლს. და ამიტომაც წერია ძველახთქმაში გაფრთხილება, მართლის თესლში არის მადლი. და ეს გენეტიკურად გადადის. რაღაცა მადლი გადადის. არა პიროვნული მადლი გადადის გენეტიკურად, არამედ სხვა. რაღაცა ის მადლი, რომელმაც უნდა მოამზადოს იმ ზეურ მადლთან შესახვედრად. აი ზეური მადლი როცა მოდის, პიროვნული მადლი, იქ უკვე ყველას ათანაბრებს და შეიძლება ის მადლის მოქმედება თუ მართლა მოხდა, ის ყველანაირ სისხლზე მაღლა დგას და აბსოლუტურად ასწორებს ყველაფერს და მოყავს პიროვნულ მდგომარეობაში.